ძველსახსოვანი სისტემა მოსახლეობის მესამედის პრობლემა მაინც არის და ვისაც ეს გზა გაუვლია, იცის რომ ტკივილ გამოყუჩებელია თუ ანთების საწინააღმდეგო დრო და ჟამამდე მუშაობს, მერე ვეღარ, იმიტომ რომ როცა ნერვი მოიწეწვა, როცა ძვალი ძვალზე დაჯდა, იმას არაფერი არ აყუჩებს და ხშირ შემთხვევაში არც ოპერაცია არ არის ხოლმე გამოსავალი. ეს სისტემაც აღდგენადი უბრალოდ ყველაზე დიდი ხანი ჭირდება 5-7 წელიწადი სისტემატიკური ჩარევით და რა კონკრეტული ნაბიჯები. ხო, პირველ რიგში სასახსრე სითხის წარმოსაშვებად საჭიროა სათანადო რაოდენობის ცოცხალი წყალი. მერე ამ სისტემასაც აუცილებლად ჭირდება წმენდები, შლაკები, ტოქსინები, პარაზიტებისაგან ისინი იწვევენ ხშირად ანთებებს და ძვალი ძვალზე დაჯენას და ამ ეტაპის შემდეგ უკვე აღდგენისთვის ჭირდებათ ჰიალურონური ჟავა, რომელთაც სასახსრის სითხე წარმოიშვება, ხონდროიტიდი, რომელთაც ხრტილოვანი ქსოვილი აშენდება, კოლაგენი, რომელიც ყველაფერს თავის ადგილზე დასვავს, თუ ამ თანმიმდევრობას და კომპლექტაციას გაითვალისწინებთ, ტკივილი წავა. ეს სისტემა ნამდვილად აღდგენადია.